გამარჯობა, დღეს განვიხილავთ შემდეგ საკითხებს. თარგმნის სახეები, ანუ თარგმნის ისეთ ფორმებს, როგორიცაა წერითი თარგმანი და მისი სახესხვაობა ერთ-ერთი რეფერატული თარგმანი და ზეპირი თარგმნის ფორმას თანმიმდევრულ თარგმანს. ზეპირ თარგმანში შედის ასევე სინქრონული თარგმანი და თარგმნის მეხუთე სახეობას წარმოადგენს მანქანური თარგმანი. მათ განვიხილავთ შემდეგ ლექციებზე. წერითი თარგმნის თავისებურებებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ამდენად ახლა განვიხილავთ რეფერატულ თარგმანს. მე-20 საუკუნის ბოლო განსაკუთრებით უკანასკნელი 10 წლეული, როგორც სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციის წლები, ხასიათდება ინფორმაციის სულ უფრო მზარდი ნაკადით, მისი მრავალფეროვნებით, მისი მოცულობის ზრდით, მიწოდების სიჩქარით, მისი შენახვისა და გადაცემის საშუალებათა სრულყოფით. სამეცნიერო ინფორმაციის გადამუშავების ხერხებს შორის ძირითადი როლი უკავია რეფერირებას. რეფერირება ხელს უწყობს უცხო ენაზე არსებული მასალის მოტივირებულ ათვისებას, აქტიურებს კითხვის უნარს. თვით რეფერირების პროცესს გააჩნია მაღალი სასწავლო პოტენციალი. იგი ხელს უწყობს აზრობრივი ინფორმაციის საკმაოდ სწრაფ გადამუშავებას, რომელიც მოცემულია პირველ წყაროში და ამასთან ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას. მიუთითებს შესასწავლი ენის ფლობას განსაზღვრულ დონეზე. ჩვენს დროში მეცნიერება განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ობიექტურ სამყაროს შემეცნებასა და ხალხთა მსოფლმხედველობის ფორმირებაში. სამეცნიერო ცოდნის გადაცემის ძირითად საშუალებას წარმოადგენს ყველგან და ყოველთვის წერილობითი დოკუმენტები და მათში ჩადებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია და ამ ინფორმაციის მიღება ხდება რაც შეიძლება ჩქარა. მეცნიერული შრომა იყოფა თეორიულ და ექსპერიმენტულად. მაგრამ არის კიდევ სამეცნიერო შრომის მესამე სახესხვაობა, სამეცნიერო ინფორმაციული მოღვაწეობა. მისი მოწყვეტა არ შეიძლება რეფერატული სამსახურისაგან. მეცნიერი თვით პოლიტოლოგიც კი ვერ შეძლებს თვალი გაადევნოს მეცნიერების ცალკეული დარგის სამეცნიერო ლიტერატურას მთლიანობაში. თუ დავეყრდნობით იუნესკოს მონაცემებს, მაშინ დავწმუნდებით, რომ ყოველწლიურად მსოფლიო წიგნის ბაზარზე გამოდის 350,000 წიგნი. ამასთან ფაქტობრივად ციფრი უფრო მაღალი უნდა იყოს, რადგან წიგნების უმეტესი წილი მოდის ისეთ გამოცემებზე, როგორებიცაა საუნივერსიტეტო და სხვა დაწესებულებათა და ორგანიზაციათა პუბლიკაციები, რომლებიც გაყიდვაში არ არის. წიგნის როგორც ინფორმაციის წყაროსა და სამეცნიერო მონაცემების გავრცელების საშუალების როლი შენელებულია. ხშირად იმის გამო, რომ წიგნის დასაწერად და გამოსაცემად საჭიროა რამდენიმე წელი. ამ წიგნში მოცემული ინფორმაციის წასაკითხად და გადასამუშავებლად საჭიროა კიდევ გარკვეული დრო. თუ კი წიგნი დაწერილია უცხო ენაზე, მაშინ ინფორმატიულობა კიდევ უფრო იგვიანებს. აქედან გამომდინარეობს, რომ ახალ ლიტერატურაზე მუშაობა საჭიროა მრავალსაფეხურიანი სისტემით. პირველი საფეხურია სამეცნიერო ჟურნალების ახალი ნომრების გადათვალიერება და კითხვა. მეორე სტატიათა ექსპრეს მითითებებზე მუშაობა. მესამე სარეფერატო ჟურნალებზე მუშაობა. რასაკვირველია, ამ საფეხურთა გამოყოფა სამეცნიერო ინფორმაციის მოსაძებნად, ასე თუ ისე პირობითია. რეალურ ცხოვრებაში ეს საფეხურები დაკავშირებულია სხვადასხვა კომბინაციებით უფრო რთულ სისტემებთან უკაცრავად. სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობა, რეფერატების, ანოტაციების, ექსპრეს ინფორმაციების თარგმანებზე მუშაობა შემოქმედებითი პროცესია, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და შრომას. ყოველივე ამის მეგზურები რეფერენტები არიან, ანუ ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ სამეცნიერო ინფორმაციულ ძიებას და თარგმანს. თავად სიტყვა რეფერატი ლათინური წარმოშობისა და ნიშნავს რეფერო, მოვახსენებ, ვატყობინებ. წერილობითი სახით ან საჯარო გამოსვლის ფორმით წიგნის, სამეცნიერო შრომის შინაარსის, სამეცნიერო პრობლემის შედეგების მოკლე გადმოცემაა. ეს არის მოხსენება განსაზღვრულ თემაზე, რომელიც მოიცავს შესაბამისი ლიტერატურული და სხვა წყაროების განხილვას. როგორც წესი, რეფერატს აქვს სამეცნიერო ინფორმაციული დანიშნულება. რეფერატმა, რომელსაც სამეცნიერო მოხსენებასაც უწოდებენ, ფაქტე გამოყენება ჰპოვა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სკოლებში, პოლიტიკური განათლების სისტემაში, სახალხო უნივერსიტეტებში. 327 წლის განმავლობაში სარეფერატო სამსახურმა მიაღწია განვითარების უმაღლეს დონეს. სარეფერატო ჟურნალის სამშობლოდ შეიძლება მიჩნეული იქნას საფრანგეთი.
1665 წელს გამოიცა იქ პირველი რეფერატული ჟურნალი. მას ეწოდებოდა მეცნიერთა ჟურნალი და თვეში ერთხელ გამოდიოდა. მასში მოცემული იყო მასალა ახალი წიგნების შესახებ, ცნობები ავტორისა და წიგნის პუბლიკაციის მნიშვნელობის შესახებ, ცნობები სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე. მკითხველები იყვნენ არა მარტო საფრანგეთის, არამედ სხვა ქვეყნების ინტელექტუალური ცხოვრების კურსში. ამ ჟურნალმა იარსება 130 წელი. მე-18 საუკუნეში საფრანგეთში გამოდიოდა უნივერსალური ჟურნალი, რომელიც ცნობილი იყო საფრანგეთის ფარგლებს გარეთაც. ის გამოდიოდა თვეში ორჯერ და აცნობდა მკითხველს ევროპული კულტურის მიღწევებს. ამ ჟურნალს დიდ შეფასებას აძლევდა ვოლტერი, ფრანგი განმანათლებელი. პირველი გერმანული რეფერატული ჟურნალი იყო მონაც ექსტრაქტე, ყოველთვირი ამონაკრები, გამოდიოდა ლაიფციგში 1703 წლიდან. იგი აქვეყნებდა მიმოხილვებს პოლიტიკური ჟურნალებიდან. რუსეთში პირველი ნაბიჯები რეფერირებაში გაკეთდა მე-18 საუკუნის პირველ მეოთხედში. პირველ სარეფერატო ცენტრად იქცა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია. რეფერატული ჟურნალები იმ დროს იყო მეცნიერებათა აკადემიის კომენტარების მოკლე აღწერა და მეცნიერულ მოსაზრებათა შინაარსი 4 ტომად. დიდი წვლილი ამ საქმეში მიუძღვის მიხეილ ლომონოსოვს. საქართველოში პირველი რეფერატული ჟურნალი გაჩნდა 1924 წელს, რომელსაც ეწოდა მოამბე. მე-20 საუკუნეს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საუკუნეს, ინფორმაციის საუკუნესაც უწოდებენ. სამეცნიერო ლიტერატურის გადამუშავების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს რეფერირება. რეფერენტი, რომელიც ადგენს რეფერატს, არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ცოდნის დანერგვას. სარეფერატო მოღვაწეობის პროდუქტს დიდი სოციალური მოთხოვნებით წაეყერება. ეს თავის მხრივ განაპირობებს პირთა გარკვეული წრის არსებობას, რომლებიც შეასრულებენ ამ მოთხოვნებს. რეფერენტებს სპეციალურად ამზადებს საზოგადოება და გააჩნიათ რეფერენტებისა და რეფერენტ მთარგმნელებისათვის საჭირო სპეციალური ცოდნა და უნარჩვევი. ისინი ძალიან განათლებული ადამიანები არიან. სამეცნიერო აღმოჩენებისა და გამოგონებათა დანერგვის ამოცანათა გადაწყვეტაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მთარგმნელობით რეფერირებას, რომელიც ჩვეულებრივისაგან იმით განსხვავდება, რომ ასეთი ტიპის რეფერატი კეთდება სხვა ენაზე, ვიდრე საწყისი დოკუმენტის ენაა. ამიტომ მთარგმნელ რეფერენტის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არსებობს. გადამწყვეტი მნიშვნელობა რეფერირებისას ენიჭება ფაქტების, ციფრობრივი მონაცემების, სარეფერატო მასალის ცალკეული დებულებების განზოგადოებას. ამ განზოგადოების უნარის განვითარება შესაძლებელია, მაგრამ როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, როცა რეფერენტთა კადრები ივსება გამოცდილი მთარგმნელებისაგან, მაგრამ ყველას როდის შეუძლია სარეფერატო სამუშაოს შესრულება და ხშირად ხანგრძლივი ვარჯიშიც კია ამაო. ამიტომ სანამ მთარგმნელს ვაზიარებთ რეფერირებას, მიზანშეწონილია მისი პოტენციური შესაძლებლობების შემოწმება. ლოგიკური აზროვნებისა და პროფესიული დაინტერესების გარდა, რომელიც საჭიროა განზოგადოების ოპერაციისათვის, მომავალი რეფერენტის დამახასიათებელი ნიშნებია ერუდიცია და კარგი მეხსიერება. მნიშვნელობა არ აქვს, რა სფეროში წარმოებს რეფერირება, სამეცნიერო კვლევით, სამეცნიერო-ტექნიკურ თუ საზოგადოებრივ პოლიტიკურ სფეროში. ყველაზე მოჩამოთვლილი თვისებები აუცილებელია რეფერენტისათვის. ერუდიცია გულისხმობს საქმეში ჩახედულობას იმ სფეროში, რომელშიც მას მოუწევს მუშაობა. რეფერენტს უნდა ჰქონდეს ფართო თვალსაჩინო, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მან შეძლოს დაინახოს მასალაში აღწერილი ფაქტები სინამდვილის ფონზე და არა აბსტრაქტულად. უცხოური პრესის რეფერენტი კარგად უნდა ფლობდეს ისტორიას, გეოგრაფიას, ქვეყნის სახელმწიფო წყობასა და იყოს საერთაშორისო ურთიერთობათა საქმის კურსში. ელემენტარული მოთხოვნა მომავალი რეფერენტისადმი ეს არის უცხოენის კარგი ცოდნა და მშობლიური ენის საშუალებათა სრულყოფილი ფლობა, რამდენადაც რეფერირება ხდება მშობლიურ ენაზე. რაც შეეხება მეხსიერებას, მასზეა დამოკიდებული ძირითადად რეფერენტის შრომის პროდუქტიულობა და მისი პროფესიული ზრდა. ყოველთვის უპირატესობა ენიჭება იმ პიროვნებას, ვისაც კარგი მეხსიერება აქვს. უნარი შესწევს მეხსიერებაში შეინახოს ვრცელი ინფორმაცია და არ გამოიყენოს ყოველწუთს ცნობარი და სპეციალისტის კონსულტაცია, რაც აისახება მუშაობის ტემპშიც. ეს ეხება ისეთ საკითხებს, რომელთანაც უკვე ჰქონია საქმე რეფერენტს და ისეთ ინფორმაციას, რომელიც მან უკვე მიიღო, მაგრამ არ შემოინახა მეხსიერებაში. მასალის პირველადი დამუშავება, როგორც პროფესიული ვარგისიანობის გამოცდა.
დასაწყისისათვის საჭიროა მომავალმა რეფერენტმა გადაიკითხოს მცირე საინფორმაციო ცნობა, რომლებიც მოცემულია პერიოდულ პრესაში. მან უნდა სწრაფად აღიქვას საკითხulis არსი და მოკლედ გადმოსცეს შინაარსი. თუ კი გამოსაცდელ პირს წინასწარ გავაფრთხილებთ, რომ ამ ცნობების შინაარსის გადმოსაცემად მას ეძლევა არაუმეტეს 20 წუთისა, ამათგან 5 წუთი კითხვას სჭირდება. მაშინ იძულებული გახდება არაერთხელ მიმართოს განზოგადოების ხერხს. გამოცდის შესახებ მჭიდროდაა დაკავშირებული უცხო ენის ცოდნასთან. ამისათვის საჭიროა ყველაზე გავრცელებული ხერხის გამოყენება, კერძო შეცვლა ზოგადით. რეფერენტს უნდა მივცეთ სინონიმთა ელემენტარული რიგი, რომლებიც განსხვავდება მნიშვნელობის მოცულობით და მან უნდა მოძებნოს ყოვლის მომცველი და ფართო მნიშვნელობის მქონე სიტყვა ამ რიგში, რათა შევამოწმოთ მომავალი რეფერენტის განზოგადოების უნარი და ამასთან უცხო ლექსიკის ცოდნა, თუ კი გამოცდა ტარდება ლექსიკონის გარეშე. რეფერენტი უნდა იყოს ძალიან განათლებული და ერუდირებული ადამიანი. უნდა კარგად ერკვეოდეს მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენებში. მან უნდა იცოდეს ისტორია, გეოგრაფია, შესასწავლი ენის სახელმწიფო წყობა. იგი უნდა იყოს ნაკითხი, საზრიანი, გამჭრიახე, რაც ასე აუცილებელია როგორც მთარგმნელისათვის, ისე რეფერენტისათვის. მიზანშეწონილი აგრეთვე კითხვების შემადგენლობაში შევიტანოს რამდენიმე წინადადება ან ნაწყვეტი უცხო ენაზე, რათა შევამოწმოთ მომავალი რეფერენტის უნარჩვევები. მან უნდა შეძლოს აგრეთვე უცხო ტექსტის სწრაფი თარგმნა, წერილობით ან ზეპირად, მისი არსის გადმოცემა. დროის ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული რეფერენტებისათვის დადგენილია გამომუშავების ნორმები და გათვალისწინებულია არა მარტო ხარისხი, არამედ მოცემულ დროში სამუშაოს შესრულება. ამასთან რეფერენტს უნდა გაჩნდეს შემოქმედებითი მიდგომა ახალი სამეცნიერო შედეგის მიმართ. ანუ მან უნდა გამოყოს სარეფერატო მასალაში ის ინფორმაცია, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მკითხველში. უნდა აღინიშნოს, რომ რეფერატის მოცულობა განსაზღვრული არ არის, შეიძლება დიდტანიანი ნაშრომი იყოს დაყვანილი 2-3 გვერდამდე, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ ყოველი რეფერატული თარგმანის განხორციელებისას ამოსავალი არის მთავარი სიტყვა, რომლის გარშემოც ხდება მოცემული ტექსტის შეკუმშვა და გადმოტანა და თარგმნა. საკვანძო სიტყვები. საკვანძო სიტყვა ეს არის მთავარი, რომლის გამოყოფის გარეშეც ვერ შევასრულებთ რეფერატულ თარგმანს. რეფერატს უნდა გააჩნდეს რეფერატის ტექსტის რედაქტირების უნარი. ეს არის ყველა ის ძირითადი თვისება, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ სამეცნიერო ტექნიკური ან საზოგადოებრივი პოლიტიკური ინფორმაციის მეორადი დოკუმენტის შედგენა შესრულდეს წარმატებით და კვალიფიცირებულად. რეფერენტთა არმია, რომელსაც ხატოვნად უწოდებენ მომავალი მკითხველის თვალსა და გონებას, სულ უფრო იზრდება და ამჟამად აერთიანებს რამდენიმე ასეულ ადამიანს. ეხლა, როგორ ხდება თავად რეფერატის შედგენა? პირველად უნდა მოხდეს სათანადო რაოდენობა სიტყვებისა და სიტყვათ შეთანხმებების გამოყოფა, რომლებიც აუცილებელია ტექსტის შინაარსის იდენტიფიკაციისათვის. სწორედ ესაა ტექსტის ძირითადი შინაარსი. საჭიროა მათი ხაზგასმა და ამოწერა, მითითება, რომელ აბზაციდან არის ამოღებული. შეიძლება ერთ აბზაცში იყოს რამდენიმე საკვანძო ფრაგმენტი, ან შეიძლება სულ არ იყოს ეს საკვანძო ფრაგმენტი მთელ რიგ აბზაცებში. განზოგადოებული ფორმულირებები აღინიშნება რომაული ციფრებით. შეიძლება ამოიწუროთ ცალკეულ სიტყვათ შეთანხმებები ან მთელი წინადადებები. შემდეგ იწყება დედნის აზრობრივი ანალიზი. უნდა გამოვავლინოთ და გამოყოთ საჭირო ინფორმაცია. რეფერატზე მუშაობის 3 ეტაპი არსებობს. ეს არის პირველ წყაროს ანალიზი, შეკვეცილი ინფორმაციის სინთეზი და რეფერატული ტექსტის გაფორმება. ტექსტის გაგების ორი საფეხური გვაქვს: ენობრივი გაგება და აზრის ამოღება. ეს უკანასკნელი გულისხმობს ნაკლებად მნიშვნელოვანი მასალისაგან განთავისუფლებას, მეორე ციტირებას, ცალკეული მონაკვეთების გადაადგილებას, განზოგადოებული დასკვნის გამოტანას, რომელიც განსაზღვრული მონაკვეთების აზრის შეჯამებას გადმოსცემს, გაზვიადებას ან შეკვეცას, რაც ორიგინალში კონკრეტულია. ერთი შინაარსის შეცვლას, მეორეთი, რომელიც მსგავსია შინაარსობრივად. სემანტიკური კომპრესია გულისხმობს სიჭარბის მოცილებას. სიჭარბი ეს არის რიგი ელემენტების თვისება, მოახდინონ ტექსტში
ერთმანეთის დუბლირება და უზრუნველყონ კომუნიკაციის დიდი საიმედობა. სიჭარბის მოცილება ხდება ტრანსფორმაციებით, იქნება ეს ლექსიკური, ეკვივალენტური, გრამატიკული თუ ჰიპონიმური, ანუ კონკრეტული შეცვლა ზოგადითა და პირიქით. სამეცნიერო ტექნიკური ტექსტი უნდა გამოირჩეოდეს გარკვეულობით, ლოგიკურობით, სიზუსტით, შეკვეციულობით, აღწერის უპირო ხასიათით, ტერმინოლოგიური და ნორმატიული სამეტყველო კლიშეების გამოყენებით. უნდა გამოიყენოთ მარტივი წინადადებები, ნომინალიზაცია, ენობრივი საშუალებების მაქსიმალური ეკონომიის პრინციპით, აბსტრაქტული მნიშვნელობის არსებითი სახელებით. ზმნის პირის ფორმებიდან არ გამოიყენება მეორე პირი, იშვიათად პირველი პირის მხოლობითი რიცხვი. მრავლობითი რიცხვის პირველ პირს აქვს სპეციალური გამოყენება, როგორც ავტორისეულ ჩვენს. არ უნდა გამოიყენოთ შორისდებული, ბრძანებითი კილო. უფრო ჭარბობს პასივი, თხრობითი წინადადებები. არ ვიყენებთ კითხვით და ძახით წინადადებებს, ელიფსურ წინადადებებს, ანუ დაუმთავრებელს, არასრულყოფილ ფორმებს. ხშირად გვაქვს სუბსტანტივირებული ინფინიტივი, რადგან უპირატესობა ენიჭება პროცესს და არა მოქმედების შემსრულებებს. გვაქვს მიზეზშედეგობრივი, წყვილი კავშირები, ჩართული სიტყვები, ლექსიკა ემოციურად ნეიტრალურია. ადგილი უნდა ჰქონდეს აზრის ამომწურავ, სრულ, ზუსტ, თანმიმდევრულ, ლოგიკურ და ობიექტურ გადმოცემას. არსებობს რეფერატთა შემდეგი სახეები. ეს არის რეფერატ კონსპექტი, რეფერატ რეზიუმე, რეფერატული კითხვა, ანოტაცია, რეფერატ ანოტაცია, მიმოხილვითი რეფერატი. ეხლა ეს ზოგადად ის ჩამონათვალია, რომელიც ამ ტიპებს გამოხატავს. ეხლა რაც წარმოადგენს რეფერატ კონსპექტი. იგი დგება მაშინ, როცა სარეფერატო მასალა იმდენად მნიშვნელოვანია თემისა და შინაარსის მიხედვით, რომ აუცილებელია აისახოს მეორე ხარისხოვანი დეტალებიც. როცა პირველ წყაროში ბევრია სტატისტიკური და ციფრობრივი მონაცემები, რომელთა განზოგადება არ შეიძლება ღირებული ინფორმაციის დაუკარგავად. როცა პირველ წყაროში არის რიგი ერთნაირად მნიშვნელოვანი დებულებებისა, რომელთა გამოტოვება არ შეიძლება. რეფერატ რეზიუმე საჭიროებს ფართო განზოგადოებებს, გადმოცემის შეკვეცას, მკვეთრ ფორმულირებას, ამიტომ რეფერენტმა უნდა შეძლოს სწორედ შეარჩიოს განზოგადების ხერხები. კერძო უნდა შეცვალოს ზოგადით. გვაქვს ასევე მონოგრაფიული რეფერატები, შედგენილი ერთი დოკუმენტი და მიმოხილვითი, რომლებიც დგება რამდენიმე დოკუმენტის მიხედვით. რეფერატი ესაა შეკვეცილი თარგმანი ან მექანიკური თხრობა, რომლის დევიზია თუ რა ახალი ძირითადი სამეცნიერო ინფორმაცია მოცემული სარეფერატო ნაშრომში. რეფერატული თარგმანი უნდა იყოს ორიგინალზე მოკლე, რეფერატი არის მასალის შინაარსის განზოგადებული და შეკვეცილი გადმოცემა, რეფერატის დანიშნულებისა და ამოცანის შესაბამისად. ეხლა, რაც შეეხება რეფერატულ კითხვას, აქ უნდა დავასახელოთ კითხვის შემდეგი ეტაპები. კითხვა ტექსტის გამოცნობის, უკაცრავად გაცნობის მიზნით, მეორე კითხვა საკვანძო ფრაგმენტების გამოყოფის, განზოგადოების უნარის გამომუშავების მიზნით და რეფერატის გადმოცემა. ეხლა, ანოტაცია, რა თქმა უნდა, განსხვავდება რეფერატისაგან. ანოტაცია ორიგინალის შინაარსის უმოკლესი გადმოცემა და ის ზოგად წარმოდგენას გვიქმნის პირველად დოკუმენტზე. ანოტაცია უმოკლესი ფორმით, მაგრამ სრულყოფილი სახით აცნობს მკითხველს პირველადი დოკუმენტის არსს. სრულყოფილია ანოტაცია, თუკი მასში არის ცნობები დოკუმენტის თემისა და მისი დანიშნულებების შესახებ. რეფერატსა და ანოტაციაში სრულყოფილებას განაპირობებს ობიექტური ინფორმაციის გადმოცემის აუცილებლობა. ამდენად, ავტორისეული თვალსაზრისის შეცვლა რეფერენტის შეხედულებით დაუშვებელია. რეფერატსა და ანოტაციას საერთო სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: საძიებო, კომუნიკაციური და შეფასებითი.
ეხლა რა არის საძიებო ფუნქცია? მკითხველმა ზოგადად იცის პირველ წყაროს არსებობის შესახებ, მაგრამ მას არ აქვს ცნობები პირველ წყაროს ადგილმდებარეობის შესახებ. იცის ორიგინალის სათაური, ავტორის ვინაობა, დოკუმენტის სახეობა. ანუ მისთვის ცნობილია დოკუმენტოგრაფიული ნიშნები, მაგრამ მას არ აქვს მონაცემები პირველ წყაროს ადგილმდებარეობის შესახებ. პრაქტიკულად საძიებო ფუნქციის საშუალებით ხდება პირველადი დოკუმენტის ადგილისა და შინაარსის მოძიება გარეგანი დოკუმენტოგრაფიული მონაცემების საშუალებით. მეორე, კომუნიკაციური ფუნქცია. კითხვას მიეწოდება ცნობები უცნობი დოკუმენტის ზოგადად არსებობისა და მისი არსებითი ძირითადი შინაარსის შესახებ. ხოლო შეფასებითი ფუნქციის მიზანია გაუწიოს მკითხველს რეკომენდაცია მოცემული დოკუმენტის შესახებ. რეფერატსა და ანოტაციას შორის განსხვავება თავს იჩენს კომუნიკაციური ფუნქციის რეალიზაციის დროს. რეფერატს ორი თვისება აქვს, ინდიკატიური და ინფორმაციული, ხოლო ანოტაციას კი მხოლოდ ინდიკატური. მისი ძირითადი დანიშნულებაა მკაფიო და ლაკონურად წარმოდგინოს პირველი წყარო ანოტაციისათვის. რეფერატისაგან განსხვავებით ნიშანდობლივია ის, რომ აქ ძირითადად ინფორმაცია გადმოიცემა საკუთარი სიტყვებით. ანოტაციაში ხდება ორიგინალის შინაარსის მაქსიმალური აბსტრაჰირება და მასალის მაქსიმალური განზოგადოება. ანოტაცია შეიძლება იყოს ცნობითი ან აღწერითი, სარეკომენდაციო ანუ რეფერატული. იგი შედგება ორი ნაწილისაგან: ბიბლიოგრაფიული აღწერა, ანოტაციის ტექსტი. აქ ადგილი აქვს მასალის ზოგად დახასიათებას. ანოტაციის ტექსტის მოცულობა სხვადასხვანაირია. ის შეიძლება იყოს გადმოცემული 2-3 წინადადებიდან 10-15 სტრიქონამდე. მას ახასიათებს კონკრეტულობა, მონაცემების საკმარისი სირთულე გადმოცემის ლაკონურობასთან ერთად. იგი განკუთვნილია მიმოხილვისათვის ერთი თვალის გადავლებით. ეხლა რაც შეეხება რეფერატ ანოტაციას, იგი გადმოცემს მასალის შინაარსს შეკვეცილი ფორმით, გადმოცემს არა მარტო იმას, თუ რაზეა ლაპარაკი პირველ წყაროში, არამედ კერძოდ რას შეეხება ის. ეხლა თემატურ ანოტაციას იყენებენ პრესის პუბლიკაციებისათვის, რომლებიც ახლოსაა თემატიკით. ანუ ჯგუფურ ანოტაციასაც უწოდებენ. შემდეგ მიმოხილვითი რეფერატი, ეს არის შუალედური ფორმა ანოტაციასა და შემაჯამებელ რეფერატს შორის. რეფერატის ენა უნდა გამოირჩეოდეს მაღალი ინფორმატიულობით. კომპლექსური ხასიათის მიმოხილვითი რეფერატში გაერთიანებულია ინფორმაცია, რომელიც შეგროვილია სხვადასხვა ენებზე არსებულ მასალათა ანოტაციებში. იგი ხელსაყრელია სპეციალისტთა გათვითცნობიერებულობისათვის. როგორც აღნიშნეთ, რეფერატის ენა უნდა იყოს ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველი. მაშინ ინფორმაცია უნდა იყოს კონდენსირებულად წარმოდგენილი. საჭიროა იმ სიტყვების გამოყენება, რომელთაც აქვს დიდი სემანტიკური დატვირთვა. რეფერირების პროცესი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან. ბიბლიოგრაფიული აღწერა, რეფერატის ტექსტი და დამატებითი ცნობები. ეხლა ბიბლიოგრაფიაში რა გვაქვს მოცემული? სათაური ან მისი თარგმანი, ავტორის გვარი და ინიციალები, სათაური ორიგინალის ენაზე, ცნობები გამოცემის შესახებ. თუ სათაური არ ასახავს დოკუმენტის ძირითად შინაარსს, თარგმნისას შეიძლება შეიცვალოს ცენტრალური თემის უფრო ზოგადი გამოხატვის მიზნით.
ახალი სათაური მოცემული უნდა იყოს კვადრატულ ფრჩხილებში, ცნობები გამოცემის შესახებ დოკუმენტის დასახელება, იქნება სტატია, წიგნი, დისერტაცია, პატენტი. ეს ყველაფერი ხდება თარგმანში. ავტორის გვარი მოცემულია ტრანსკრიფციით მშობლიურ ენაზე, შემდეგ ორიგინალის ენაზე. შემდეგ ავტორის გვარი და წიგნის დასახელება, ტომი, ნაწილი, გამოცემის ნომერი, გამომცემლობა, წელი, გვერდების რაოდენობა, ილუსტრაციების არსებობა და ფასი. შემდეგ ავტორის გვარი, სტატიის სათაური, ჟურნალის დასახელება, წელი, ნომერი, გამოცემის თარიღი, გვერდი, პუბლიკაციის ენა, მრგვალ ფრჩხილებში, იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება სტატიას. სათაური ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ტექსტის აღქმა იწყება სათაურით. იგი არის ტექსტის ორგანული ნაწილი. მას ინფორმაციის თვალსაზრისით წამყვანი როლი ეკუთვნის. არჩევენ სათაურს მსჯელობის სახით, სიტყვათშეთანხმების სახით, მეორე სათაურს ნომინაციური სიტყვათშეთანხმების სახით, რომელიც აჯამებს ტექსტის თემატურ ნაწილს, მესამე სათაურს, რომელიც განაზოგადებს ტექსტის ახალ ინფორმაციას, მეოთხე სათაურს, რომელიც ასახავს ტექსტის ზოგად შინაარსს, აბსტრაქტული სახით და მეხუთე სათაურს, რომელიც ასახელებს შინაარსის კერძო დეტალს. ტექსტზე მუშაობა არის რეფერატული მოღვაწეობის საფუძველი. არსებობს ორი ძირითადი კრიტერიუმი ტექსტის საზღვრის დადგენისას: კომუნიკაციური ნიშნადობა და აზრობრივი მთლიანობა. ტექსტი უნდა იყოს გამართული, ის უნდა იყოს შეკრული, მთლიანი და ერთიანი. მნიშვნელოვანია ასევე მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გამიჯნა, სადაც ადგილი აქვს აზრის გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. ახლა თხრობის დროს სინამდვილის მოვლენებს წარმოადგენენ ისე, როგორც ურთიერთდაკავშირებულ ფაქტების რიგს. აქ წარმოებს ამბავთა გადმოცემის ქრონოლოგიური თანმიმდევრობა. მხატვრულ ტექსტში ეს ხდება სიუჟეტის საშუალებით, ხოლო არამხატვრულ ტექსტში კი ფაქტობრივი თანმიმდევრობა ასახავს მოვლენათა ობიექტურ მსვლელობას. ახლა საგნის ამ მოვლენის არსის გადმოცემა ახსნა. იგი იქმნება წარმოდგენა თუ როგორ ფუნქციონირებს მოცემული ობიექტი და რომელი ნაწილებისაგან შედგება. აღწერა ქმნის წარმოდგენას ან აზრს მოცემულ საგნებზე ან მოვლენებზე. კითხვის საშუალებას აძლევს წარმოადგინოს ასახული ობიექტი, მისი გარეგანის სახე. მას ახასიათებს გამოხატვის სტატიკურობა. შემდეგ მსჯელობა, პოლემიკა ან არგუმენტაცია, მისი ძირითადი დანიშნულებაა მტკიცება. მისი მეთოდები ერთიანდება ლოგიკის წესებში. მსჯელობის მიზანია მკითხველს შეუქმნას წარმოდგენა ახალ ცნებაზე ან არსებული ცნების ნაწილობრივ ცვლილებაზე. აბზაცი არის ტექსტის ისეთი აზრობრივი მონაკვეთი, ისეთი ლოგიკური ერთიანობა, რომელიც შეესაბამება ტექსტის თემის მოქმედების განვითარებას. იგი ყოველთვის არ ემთხვევა აზრის განვითარების ლოგიკას. აბზაცის ძირითადი მახასიათებლებია თანმიმდევრობა და აზრობრივ მონაკვეთში წინადადებათა განსაზღვრული ორგანიზაცია. ანსხვავებენ ინდუქციურ, დედუქციურ, ძირითად, ჩარჩოსებრ, იმპლიციტურ აბზაცებს. სამეცნიერო პროზაში ჭარბობს ჩარჩოსებრი აბზაცი, სადაც გვაქვს ორი განზოგადება, ზოგჯერ ერთი და იგივე აზრის პერიფრაზირების საშუალებით და ძირითადი ღერძისებრი, სადაც საწყის ნაწილში გვაქვს ლოგიკური ცენტრი. აბზაცი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: დასაწყისი, საკომენტარო ნაწილი, დასასრული. დასაწყისი არის სხვადასხვაგვარი: მოდალური, მიუთითებს ავტორზე, მეორე უპირო ხასიათის, მესამე დროული, მეოთხე თხრობის ზოგადი ფონით, მეხუთე ავითარებს წინა აბზაცის თემას, მეექვსე აჯამებს თხრობის აზრს. ხოლო დასასრული ორგვარია: დასასრული პროგრამა და დასასრული დასკვნა.